სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. სულიერი ცხოვრების ეს მუდმივი პრობლემა რწმენის გაცოცხლებისა, რწმენაში გამტკიცებისა, ღმერთის მცნობელობისა, ღმერთთან ერთობის კომუნიკაციის შესაძლებლობისა, მისი ერთგულებისა, მისდამი მიმსგავსებისა. ეს პრობლემა ყოველთვის ჩვენ თვალწინ არის. და რამდენადაც ეს პრობლემა ჩვენში არსებობს, იმდენად ჩვენში მკვიდრობს ის არსება, რომელიც საკუთარ სახლად გვთვლის. ამიტომ ჩვენი მდგომარეობა ესეთ მერყევია და ამას ალბათ წინ უძღვის ჩვენი პიროვნული გადაწყვეტილებაც ბოლომდე ქრისტეს უერთგულოთ, ესეც რაღაც ასეთი ორჭოფულია. ამიტომაც არის, რომ ჩვენ ისე ვერ ვხედავთ, როგორც უნდა ვხედავდეთ და ისე არ გვესმის, როგორც უნდა გვესმოდეს. და აი როცა სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ, როგორ ინკურნებიან ბრმები, ყრუები, მუნჯები და ასე შემდეგ, ჯერერთი ყოველთვის ამას სიმბოლური და ფაქტობრივათაც მოხდა ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამავე დროს სიმბოლური დატვირთვა აქვს და ამიტომ 1000 წრეულებს წდება და თითოეულ ადამიანის გულამდე მიდის და მეორეს ერთი აი მაგალითად დღესაც აღმოვიკითხეთ უფალს მოგვარეს არა უბრალოდ ბრმა და ყრუც მუნჯიც არის ხო შესაბამისად არამედ წერია რომ ეშმაკეული ხო ეს ცოტა თანამედროვე ადამიანს ყურს ხდება იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი იყოს თქვათ სმენადაქვეითებული ან ვერ ხედავდეს ან ვერ ლაპარაკობდეს მაგრამ რატო არის მაინდამაინც აუცილებლად ეშმაკეული ახლა ეგ ცოტა სადაო საკითხია ალბათ ეშმაკი ყოველთვის ცდილობს თავისი ბოროტი ხელის დადებას როცა ადამიანს ფიზიკურად რაღაც უჭირს მაგრამ მეორეს მხრივ პირდაპირ ასე ვერც ვიტყვით ადამიანს რაღაც ფიზიკური თქვათ პრობლემა აქვს ჯანმრთელობის თვალსაზრისით მაგრამ აი სახარებაში ყოველთვის ეს ხაზგასმულია ხოლმე და ფიქრობ ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ ჩვენ ამ ბრმაში ყრუში დავინახოთ სულიერი სიბრმავე და სულიერი სიყრუვე და რა არის სულიერი სიბრმავე და სულიერი სიყრუვე როცა ადამიანი ღმერთს ვერ ხედავს და როცა ღმერთის არ ესმის თქვენ ალბათ გამოგიცდიათ რომ აი წიგნს კითხულობთ წმინდა წერილს კითხულობთ ან რომელიღაც წმინდა მამას ნუ აი არ ჩადის თავში შეუძლებელია რომ ადამიანს ეს გამოცდილი არ ქონდეს აი კითხულობ და სული გეხუთება ნუ აი თითქოს კითხულობ და მარა ვერ კითხულობ ეს გამოცდილება ალბათ თითოეულ თქვენგანს აქვს და მე იმედი მაქვს ეს გამოცდილება წარსულში ადარჩენილი ანუ უფრო ინტენსიობით ის წარსულში იყო და დღეს იკლებს მაგრამ ასეა თუ ისე ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს რომ ჩვენ უფლის სიტყვები წმინდა მამის გულიდან გადმოღრილი სიტყვები ან წირვაზე დგომისას ლოცვის სიტყვები და საერთოდ ლოცვა ისმის მაგრამ არ გვესმის ასევეა ზუსტად ხედვასთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება, გარეგანი ცხოვრება ეს არის ღვთის მიერ დაწერილი წიგნი ჩვენთვის, რომლის კითხვისაც ჩვენ ღმერთს უნდა ვხედავდეთ, როგორც ანტონი დიდი ამბობს, ეს ბიბლიის მსგავსი წიგნია, ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ აქ არის სწორედ ეს მნიშვნელოვანი, ჩვენი პირადი ცხოვრება, ჩვენ ცხოვრებაში როცა ხაზგასმულია რომ არც ერთი ღერითმა არ დავარდება ღვთისგანგებულების გარეშე და არ შეიძლება ამ სიტყვების რევიზია, ეს არის აბსოლუტურად ნდობით ახსავს ეს სიტყვები, ესე იგი რას ნიშნავს? რომ ღერითმა ხო არაფერი არ არის, ანუ ეს უმნიშვნელოც კი, არაფერიც კი ღმერთის გარეშე არ ხდება, ესე იგი ჩვენს ცხოვრებაში ჩვენს თავს რაც ხდება, თავის უსამართლობებით ყველაფერი არის ღვთისგანგებულება, რომლითაც მე ღმერთი მელაპარაკება. აი როცა ეშმაკი რომ მაწვალებს, აი 64-ში ადამს, ევას რომ გველი, ანუ ეშმაკი რომ აცტუნებდა, ღვთისგანგებულება იყო აქაც. და ევას რომ ღმერთი ხსომებოდა, ის არ შეცდებოდა. ჩვენ სიუჟეტს ვკითხულობთ, რომ უფალს მოგვარეს უფალი კურნავს ამ ეშმაკეულს, რომელიც ბრმა არის და ყრუ არის და შესაბამისად ვერც მეტყველებს და ვერ მეტყველებს, ურწმუნო ადამიანი სიტყვას იყენებს უკეთეს შემთხვევაში კომუნიკაციისათვის და ნუ რა თქმა უნდა ადამიანურ სიტყვაში შეიძლება ზნეობრივი დატვირთვაც ჰქონდეს სიტყვას და ნუ უარეს შემთხვევაში ჩვენ ვიცით სიტყვას როგორც ვიყენებთ ეს არის განკითხვა, სიძულული, ბოღმა და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი
რითაც უნდა დაიტვირთო ჩვენი სიტყვა, კომუნიკაცია სამყაროს შემოქმედთან, ამას ვერ ვახერხებთ. იმიტომ ეს ჩვენ ესე გამოდის, რომ ბრმებიც ვართ, არც გვესმის და ვერც ვმეტყველებთ, ანუ ღმერთს ვერ ვესაუბრებით. ვისაც ლოცვაში ჩაღმავება უცდია, მან ძალიან კარგად იცის, რომ სწორ სიტყვებს ამბობს, მაგრამ ღმერთს ვერ ელაპარაკება. ანუ მუნჯია ღმერთთან ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად მეტყველებს. ხო და უფალი კურნავს და რო კურნავს ფაქტობრივად გამოდის, რომ ეშმაკისგან ათავისუფლებს და ეშმაკისგან განთავისუფლება დიდი წინაპირობაა, რომ ჩვენში ღმერთი შემოვიდეს. უბრალო ხალხი ამას ხედავს, ამჩნევს და იმედი ეძლევა, ეს ხომ არ არის ზედავითისა, ანუ აღთქმული ქრისტე, ეს ხომ არ არის. მაგრამ ამ დროს გვესმის რელიგიურად განსწავლული ადამიანების სიტყვები, ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე იტყოდეს, ესი არა განასხამს ეშმაკთა გარნაბელზებულითა მთავრით ამით ეშმაკისათა. ანუ უბრალო ადამიანი იმედმოცემულია, რომ ხედავს, რომ ეშმაკი მარცხდება და უხარიათ და ეს ხომ არ არის ქრისტე ამბობენ, ხოლო რელიგიურად განსწავლული ადამიანები პირდაპირ აბრალებენ, რომ თავად არის ეშმაკის სულით მოქმედებს ქრისტე. და რა თქმა უნდა, ბუნებრივია კიდევ ერთხელ კითხვა ჩდება, რომ რელიგიურ ადამიანებს, თეოლოგიაში განსწავლულ ადამიანებს რა ემართებათ საერთოდ? ვიღაცამ არ ვიფიქროთ, რომ ეს მაშინ ემართებოდათ 2000 წლის წინ თეოლოგიაში განსწავლულ რელიგიურად მტკიცედ მდგომ ადამიანებს ეს ახლაც ემართება. ამიტომ განსაკუთრებული საშიშია ახალმოსული ადამიანი ეკლესიაში. დღეს ახლა დიდება უფალს რამდენიმე თვეში ისეთი განსწავლული გახდები თეორიულ თეოლოგიაში, იმიტომ რომ ყველაფერია წიგნებში ხო დაწერილი, რომ მოკლედ ყველაფერი გეცოდინება. სულიერი ცხოვრების პრაქტიკის თეორიული მხარეს გეცოდინება და შეიძლება ეს დაიწყო კიდევაც უკვე. და აი აქ ჩდება ეს ილუზია ადამიანის, ეს ხიბლი, რასაც ქვია, რომ ადამიანმა იცის და საცდურის წინაშე დგება, რომ მას გონია, რომ ყველაფერი იცის, საცდურის წინაშე დგება, რომ აი მას შეუფიქრობს, რომ მას შეუძლია სხვასაც გადასცეს და ამ დროს ეს თეორიული ცოდნა არაფერს ნიშნავს. პირიქით არის, აგერ ვინც ყველაზე მეტად იცოდა, იმას ყველაზე მეტად დაბნელებული ქონდა გონება. რატო ხდება ესე? ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ასე ხდება. როდესაც სულიერი ცხოვრების პრაქტიკა ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება საგრძნობლად ჩამორჩება ჩვენს თეორიულ ცოდნას, ადამიანი ყოველთვის კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. და ამის მაგალითები ეკლესიის ისტორიაში იმდენია. ჩვენს თანამედროვე საეკლესიო ცხოვრებაში იმდენი მაგალითია ამისი. დაერევა ეს ხიბლი და ყველას იპყრობს და ყველას სულიერად ანადგურებს. როდესაც კიდევ მეორე ცოდნა თეორიული უსწრებს ღმერთთან ურთიერთობის პრაქტიკულ გამოცდილებას, საგრძნობლად უსწრებს, რაღაც დონეზე ის ყველგან უსწრებს, მაგრამ საგრძნობლივ უსწრებს. და აი, კითხვა ჩდება, რომ აი რა უნდა გავაკეთოთ იმისა, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორები უნდა ვიყოთ, რომ ეს რაღაც უბედურება არ დაგვემართოს და აი ამ მხრივ რომელთა მიმართ ეპისტოლეს მე-14 თავია, ფიქრობ რაღაც გარკვეულ ნათელს ფენს აი ამ კითხვას თუ აი რა ვქნათ რომ არ დაგვემართოთ, რა გასაგებია რომ თეორიულად მეტი ვიცით ვიდრე პრაქტიკულად. ეხლა ამ სასტურის წინაშე თუ ყველა დგას და აგერ ქრისტეს უყურებდნენ და ეგონათ რომ ეშმაკი მოქმედებდა ქრისტეს საშუალებით, ესე იგი ჩვენ რაღაცა საშნელება არ დაგვემართოს. აი რომ პავლე მოციქული გვასწავლის ესეთ რამეს. არავინ და გვახსენებს ეს გვახსენებს ნიშნავს რომ ჩვენ ეს არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არავინ ჩვენგანი თავით თვისით ცოცხალ არს და არავინ თავით თვისით მოკვდების. ესე იგი პავლე მოციქული მახსენებს, ეხლა ჩვენ ეს ყველა ვიცით. ვინ არ იცის ეს? რომ შენით ახარ ცოცხალი, შენით დაიბადე, შენ თავს მიეცი სიცოცხლე და შენით თუ თავს არ მოიკლავ, ეხლა შენით გარდაიცვლები, ხო? უფალს როცა უნდა მოგიყვანა და როცა უნდა წაგიყვანს ამ სოფლიდან. ანუ თავარი რა არის, რომ არ ვარსებობდი და ვარსებობ ამ ქვეყანად და მე ამ ქვეყნიდან უნდა წამიყვანოს. თუ თავს არ მოვიკლავ და თავის მოკლა ეს არის ამბოხი ღმერთის წინაშე. ანუ თუ მე აი ბუნებრივად ვარ როგორც ვარ, თავარში მე არაფერი მონაწილეობა არ მიმიღია რა, ფაქტობრივად ესეა. მომიყვანა და წამიყვანს. ეს არის ყველაზე მთავარი. ანუ თავარში
ღმერთი იმოქმედებდა 100% და ჩემს გარდაცვალებაშიც ღმერთი იმოქმედებს 100%. მე არაფერ შუაში არ ვარ თითქოს ესია, ხო? ამას იმიტომ ახსენებს, რომ ჩემი ამბიციები დააცხროს. რადგან მე რელიგიური ადამიანი ვარ და თეოლოგიაში რაღაცა მესმის, არ მეგონოს, რომ აი მე უკვე ღმერთსაც თავისუფლად ვცნობ. დააცხროს ჩემი ამბიცია. ჩემი სიცოცხლე ვერ გამირკვევია. ესე იგი, ჩემი დაბადება და გარდაცვალება ჩემ ხელში არ არის და როგორ შეიძლება მე მქონდეს პრეტენზია ღმერთის ცნობისა, აი მე ვცნობ, ვიცი, აი ეს არ არის ესე, ეს ასია. საიდან მექნება მე ეს ცოდნა, როცა აბსოლუტურად ღმერთზე ვარ დამოკიდებული. მამდაბლებს პავლე მოციქული. მე აგზელებს პავლე მოციქული. რამე თუ გინდა თუ ცხოველ, ანუ ცოცხალ ვართ, უფლისად ცოცხალ ვართ და გინდა თუ მოვწყდებით, უფლის მიერვე მოვწყდებით. ხო, დაბადებული ვარ, მაგრამ ცოცხალი ხო ვარ. ეს სიცოცხლეც ღვთის მიერ ვარ ცოცხალი. ჩემით კი არა. ჩემით ჯანმრთელობას უფრთხილდები და რაღაც ასე შემდეგ. ღვთის მიერ ვარ ცოცხალი. და რომ გარდავიცვლები, ღვთის მიერვე გარდავიცვლები და მე ესეთ რამეს ამბობს, გინდა თუ ცოცხალ ვიყვნეთ და გინდა თუ მოვწყდეთ უფლისანი ვარ და მე კიდევ ერთ რამეს გვახსენებს, რომ არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა შენ ბიოლოგიურად ცოცხალი ხარ თუ არა ხარ, თუ გარდაცვლილი ხარ, ყველა შემთხვევაში ღვთისა ხარ. ანუ პავლე მოციქულმა ჩვენი არსება შემოსაზღვრა ღმერთით და ღმერთის გარეშე ვერასოდეს ვერ იქნები. თუნდაც გარდაიცვალო, თუნდაც ცოცხალი იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, ხო? ამას მე ჩვენი პირადი არჩევანიც თანხwebdriverში მოუმოდის, ჩემი ნება ღვთისნებასთან თანხwebdriverში მოდის, პავლე მოციქული ამბობს, რასაც არ უნდა აკეთებდე, ყველაფერს ღვთის სადიდებლად აკეთებდე და მე ჩვენ გვითქვავს, რომ ჩვენი გარდაცვალება ყოფილიყო ჩვენი ბოლო და ყველაზე დიდი საქმე, როდესაც ჩვენი ნება თანხwebdriverში იქნება ღვთისნებასთან და აი ამგვარად გარდავიცვლებით. ეს იქნება ყველაზე დიდებული გარდაცვალება. ხო, აი ბოლო, ოღონ აქ კიდევ ვიმეორებ, უფლის ხელში ვართ ერთის ხრივ. მაგრამ მე ამ დროს ჩემი ნებასაც ვცდილობ ჩემი ნება თანხwebdriverში მოვიყვანო უფლის ნებასთან და მაშინ ყველაფერი, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, თვით საჭმელის ჭამასაც კი, ყოფით საქმეების კეთებასაც კი და გარდაცვალებასაც, ყველაფერი ღვთის საქმე იქნება, ყველაფერი ღვთის სახურება იქნება. ჩემი მხრიდანაც. მე პავლე მოციქული მახსენებს, როცა საუბრობთ უფალზე, ვინ არის უფალი. და ძველი აღთქმიდან მოაქვს რაღაც გარკვეული სიტყვებიც. აი ესეც სიტყვები მოაქვს პავლე მოციქულს, ცხოველ ვარ მე, ანუ ცოცხალ ვარ მე. მე ვარ ცოცხალი. ეს ღვთის სიტყვა, იტყვის უფალი. შემდეგ ესეთ რამეს ამბობს. ცოცხალი ნიშნავს, რომ ცოცხალი მარტო ღმერთია. ქვა ცოცხალი არ არის, მთვარე ცოცხალი არ არის, გალაქტიკა ცოცხალი არ არის, ცხოველი ამ დიდი გაგებით ცოცხალი არ არის. მე იმდენად ვარ ცოცხალი, რამდენადაც ღმერთმა ეს სიცოცხლე მომცა და თუ მე მაქვს პრეტენზია, რომ ცოცხალი ვარ, მახსოვდეს, რომ სიცოცხლის წყარო, გონიერი და თავისუფალი სიცოცხლის წყარო არის ღმერთი, ცოცხალი ვარ მე ღმერთი ამბობს და ამიტომ შემდეგ გრძელდება, ჩემ და მოდრკეს ყოველი მუხლი და ყოველმან ენამან, ანუ სიტყვა უკვე, სიტყვა როგორც კომუნიკაცია ღმერთთან და ყოველმან ენამან აღვაროს ღმერთსა. ესე იგი მე თუ ვაცნობიერებ, რომ ვარ გონიერად და თავისუფლად ცოცხალი, არა უბრალოდ ვარსებობ. აი ადამიანები დღეს რითი ტრაბახობენ ეს უღმერთო ლიბერალური საზოგადოება რითი ტრაბახობს, რომ ჩვენ თავისუფლები ვართ, ჩვენ ღირსება გვაქვს, ჩვენ პიროვნებები ვართ და საიდან ეს ყველაფერი? საიდან ეს ყველაფერი? მორწმუნე მიცის საიდან? მორწმუნე მიცის, რომ პიროვნული, გონიერი და თავისუფალი სიცოცხლე და შესაბამისად სიცოცხლის წყარო ღმერთია, ის რომ გამეთიშოს იმას, რომ გავეთიშო, მეც გავითიშები და მე თუ ეს ვიცი, მაშინ ბუნებრივია მადლიერებიდან გამომდინარე. მე მიყვარს ჩემი სიცოცხლე, მე მიყვარს ჩემი პიროვნება, მე მიყვარს ჩემი თავისუფლება და მადლიერებიდან გამომდინარე ყველაზე ძვირფასი ვინც მომცა და რაღაცა ბაყაყი არა ვარ და რაღაცა ვირთხარა ვარ და არამედ ადამიანი ვარ, ხო, თავისუფლები და პიროვნული გონიერი მოაზროვნეობითი არსებობით და რომელსაც სიყვარული და ბედნიერება შეუძლია შესაბამისად, ვის უთხრა მადლიერება? რა თქმა უნდა მას ვინც წყაროა და ჩემში ჩდება ეს მადლიერება და მოდრკება ყოველი მუხლი, დიახაც მოდრკება და ჩემი ენა იქნება არა სალანძღავი ენა, არა ცილისწამების ენა და ასე შემდეგ, არამედ ენა ღვთის დიდებისა, ღმერთთან ერთობისა, ღმერთთან კომუნიკაციისა. და პავლე მოციქული უცებ კიდევ ერთ რამეს მახსენებს. და თუ ამას არ ვაკეთებ, თუ არ აკეთებ, მე მეუბნება, კაცად მან თავისათვის ისათვის სიტყვა მისცეს ღმერთსა. დიახაც აი ამგვარი ღირებულებებით ატვირთული რომ ვარ
შესაბამისად პასუხისგებლობითაც ვარ დატვირთული. შესაბამისად ვარ პასუხისგებლობითაც დატვირთული და აი კაცადმა თავისისათვის სიტყვა მისცეს ღმერთს, რას ნიშნავს იცით, რომ ეხლა ჩვენ აქ ერთად ვართ, გესმით? ლოცვას რო იწყებ ყოველდილას, ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთა და უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალე ჩვენ. ახლა გასაგებია მე ვაცნობიერებ ჩემს სავალალო მდგომარეობას, მაგრამ წმინდათა მთელი დასი, ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთა და უფალო, აი მთელი დასი მეოხმით დგას, მათთან ერთად ზურგს მიმაგრებენ, მათთან ერთად მათი მეოხებით გევედრები შემიწყალე. აგერ აქ დგავართ ერთად ლოცულობთ. ჩვენი რწმენა ძლიერდება, გვწამს პური და ღვინო გარდაისახება ხორცსა და სისხლად. მღვდელს, რომელსაც შეიძლება თქვენნაირი სუსტი რწმენა აქვს, ეს მღვდლის რწმენა საოცარი, არც ერთ მღვდელს, ჩემნაირ უვარგის მღვდელსაც კი იოტისოდენათაც ეჭვი არ ეპარება, რომ ჩემი ლოცვით პური და ღვინო, ხორცი და სისხლი ხდება, რაღაც საოცარი ძალა გვეძლება, სარწმუნოებრივი. მაგარია ეს ერთობა, მაგრამ როდესაც დადგება ჩვენი გარდაცვალების ჟამი, კაცადი თავისათვის ისათვის სიტყვას მისცემს ღმერთს, ანუ ერთ-ერთზე რო დადგები შენს გარდაცვალებასთან. ახლა წარმოიდგინე პატარა განსასწრელი რო გვაქვს ხოლმე, როგორი ტკი ვერავინ ვერ გშველის ამ დროს. მოძღვარი ვერ გშველის, დედა ვერ გშველის, მამა ვერ გშველის, მეგობარი ვერ გშველის, ლოცვაში დარგი ვარდა და რა დღეში ვარდებით, როცა რაღაცა პატარა განსასწრელი გვაქვს და როცა სიკვდილს თვალებს ჩახედავ და დადგები მარადისობის წინაშე ერთ-ერთზე, ეს გასავლელი გვაქვს ყველას გასავლელი გვაქვს. და გვაფრთხილებს ამას პავლე მოციქული, ეს გასავლელი გაქვს თეოდორე. ეს შენ გასავლელი გაქვს. მახსენდება ამ დროს, ხო, გასაგებია, მაგრამ მე ხო ეკლესიის წევრი ვარ, მე ხო რელიგიური და სულიერი ცხოვრება მაქვს, მე ხო. დიახაც უამრავ და ვცდილობ რაღაცა გავაკეთო სიკეთ. დიახ, შენში ბევრი კეთილია. და ამიტომ უკან არიხებს პავლე მოციქული, ნუ იგმობის კეთილი, იგი თქვენი, ანუ შენი ცხოვრებით ის სიკეთე რაც გაქვს, ნუ აფუჭებ, როგორც ეს ფარისევლები აფუჭებდნენ. ფარისევლებს უზადო ზნეობრივი და რელიგიური ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ წყალში ჩაყარეს. ხო და ნუ იგმობა ის კეთილი რაც შენ გაქვს, ნუ იგმობა. და აი აქ ის კეთილი, რომელიც შეიძლება მე მეგონოს კეთილი გარეგანი რელიგიური ცხოვრება და სხვა ადგილასაც ამბობს გახსოვთ, გარეგანსო, ყველა საჭმელიდან მიათეს წირავთო, ჭურჭელს რეცხავთო, ხელებს იბანთო, არა გარეგანი რიტუალური მხარე და ეს ცუდი კი არ არისო, უფალი ამბობს, ფარისევლებს ეუბნება, მაგრამ თავარი დაგიტოვებია. ის თავარი უნდა გააკეთო და ესეც გააკეთო და თავარს გულისხმობს საღვთო სიმართლეს, გულმოწყალებას. და აი აქაც ესე ამბობს, ესე იგი ნახეთ, რამე თუ სასუფეველი ღვთისა არს სიმართლე, მშვიდობა და სიხარული, ოღონ არა ადამიანური, არამედ სულითა წმინდითა ბეჭედად ასვავს. ანუ ეს საღვთო თვისებები, სიმართლე, მშვიდობა და სიხარული, რომელიც მდაბალ ადამიანს აქვს, მორჩილ ადამიანს აქვს, გესმით, განსაცდელების დროს არა მოწუწუნე და არა ტრტვინვაში მყოფ ადამიანს აქვს, არამედ განსაცდელს, რომ ქრისტიანული მხნეობით შეერკინება, გესმით? სხვანაირად ადამიანს სიმართლის, მშვიდობის და სიხარულის ეს სულიწმინდისეული მადლი და ნაყოფები არ აქვს, თუ მან ქრისტეს დარის სიმდაბლე, მშვიდობა, მორჩილება და განსაცდელებში მხნეობა არ შეიძინა და ასე არ იცხოვრა. და შემდეგ გვეუბნება, რომელნი ამათშინა ხმონებდეს ქრისტესა, სათნოარს იგი ღვთისა. ნახეთ, სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმინდისმიერი ამათ მიერ ვემსახურებით ქრისტეს და არა უბრალოდ გარეგანი მსახურებით, რომელიც შეიძლება სწორედ იყოს წყარო ღვთის ვერცნობისაც და ქრისტეს სიძულვილისაც. და რომ დაუბრუნდეთ ისე იმ სიუჟეტს, რომ ესე იგი უფალი საოცარ ეშმაკებს განასხავს ადამიანებსგან, ანუ ადამიანებს შინაგან სამყაროს ათავისუფლებს ღვთის მადლისათვის, იმიტომ რომ ეშმაკი როზის იქ ხო ღმერთი არ შედის და ქრისტე ათავისუფლებს ადამიანის შინაგან სამყაროს ეშმაკისგან, ამიტომ ადამიანი იწყებს ხედვას, ღვთის ხელს ხედავს სამყაროში, ადამიანს ესმის ღვთის სიტყვა, ადამიანი მეტყველებს უკვე სწორად და ლოცულობს და კომუნიკაციას სწორი აქვს, როცა აი ესეთ დიდებული რამე ხდება და როცა ეს რელიგიური ადამიანები, ანუ ფარისევლები ამას ვერ ხედავენ, მერე უფალი უკვე დიაგნოზს და ისევ მათეს სახარებას მიუბრუნდები, გახსოვთ ეს სიტყვების რა მოვიკითხეთ, რომელი არ არის ჩემთანა
და რატომ არა ვარ ქრისტესთან? იმიტომ რომ სიმართლით, შვიდობით და სიხარულით, რომელიც სულიწმიდას ნიჭებია, ამის მიერ არა ვარ. ამის მიერ ვარ, ესე იგი რაღაც სხვანაირად აი სიმართლის, მშვიდობის და სიხარულის საწინააღმდეგო მდგომარეობა მაქვს და ესე ქრისტეს ვერ ვემსახურები. ხოლო თუ ეს არა მაქვს, შესაბამისად, როგორი რელიგიური ცხოვრებაც არ უნდა გქონდეს, ქრისტესთან არა ვარ. ამათ შინახმო, რომელიც ამათ შინახმონებდეს ქრისტესა, ეს არისო სათნო ღვთისა და რომელია ამათ შინაარმონებს, ანუ არა სიმართლით, არა მშვიდობით, არა სიხარულით, მაშინ რა გამოდის? ესეთი არ არის ჩემთანო და რომელი არ არის ჩემთანა, იგი აი აქ არის ზუსტად ფარისევლებზე რაც ხშირად გითქვია. ხო შეიძლებოდა ვერ ეცნოთ და ვერ ეცნოთ რა, ვერ იცნეს ახლა რა ვქნა? არა, შეიძულეს. და ამიტომაც ნახე როგორ ამბობს, რომელიც ჩემთან არ არის, იგი მტერი ჩემია. რაღაც შუალედური მდგომარეობა არ აქვს, არ გვიტოვებს. ვერიცანი და რა მოხდა? არა, ვერიცანი და მტერი ხდები. რომელი არა შეკრებს ჩემთანა, განაბნევს, ანუ მთელი შენი ცხოვრება ჰაერში გაბნეული აღმოჩნდება. და აი მე ეს მდგომარეობა ქრისტესადმი სიძულვილი მარადისობაში გადადის. იმიტომ რომ ასე დროს ადამიანი ზოგადად ადამიანს ეკარგება ღმერთის დანახვის უნარი, ტრანსცენდენტული ყოფიერების განცდის და დანახვის უნარი და ამიტომ ამბობს ეს ცნობილი სიტყვები, ყველამ ვიცით, ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევოს კაცთა, ხოლო სულისა წმინდისა გმობა არა მიეტევოს კაცთა და რაც ყველაზე ცუდია, მე ესეთ რამეს ამბობს, არცა ამ სოფელსა და არცა მერმეს ამას სოფელს, ანუ არასდროს არ მიეტევება. აქ იურიდიული გაგება კი არ არის მიტევებისა. ეს არის ადამიანის მდგომარეობის მდგომარეობაში იმყოფება, აი ამ ფაქტის კონსტატაცია ხდება. ანუ ეს არის მდგომარეობა ადამიანისა. ადამიანი თავის პიროვნული არჩევანით ხდება სულიწმინდა, ანუ ღმერთის ვერ დამნახავი და შესაბამისად მტერი ქრისტესი. ესე ყალიბდება, რაც არ უნდა რელიგიური და ზნეობრივი ცხოვრება ქონდეს. და ბუნებრივია, რომ ეხლა მე ადამიანი შეიძლება რომ ამის არ შეეშინდეს კი, მაგრამ ხო დაფიქრდები რომ რა მე ხო არ მჭირს ეგეთი რაღაცა, ხო? რაღაცა დოზით ყველას გჭირს და ჩვენ პროცესში ვართ, გზაზე ვდგავართ, თუ ვდგავართ, მადლობა ღმერთს, მაგრამ ბუნებრივია რომ გარკვეული შიში შემოდის ჩვენში და ამ დროს უფლის სიტყვები მესმის კვლავ ისევ მათესახარები და ნაყოფისაგან ხეიგი სასნაურს. მე უნდა ვხედავდე ნაყოფს. მათ შორის ჩემში და თუ მე ვერ ვხედავ ნაყოფს ურთიერთობაში, მე შეიძლება ჩემ თავს ვერ ვხედავ, მაგრამ ადამი მოყვასთან ურთიერთობაში ვხედავ, ამიტომ ამბობ სამრევლო ურთიერთობა. მორჩილება. აი მაგალითად მონასტრულ ცხოვრებაში მორჩილების აღთქმა იდება. და ნახეთ რა საინტერესოა აღთქმის დროს მორჩილება იქ მოძღვარი წერია თუ იღუმენის ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ მორჩილება იღუმენისა და მე ყოველი ძმისა თუ დისა მონასტერში. ნახეთ ადამიანი რომ მონასტრულ ცხოვრებას იწყებს, ყველას მორჩილი უნდა იყოს. ყველას მორჩილი, გესმით? და რა თქმა უნდა იქ ესეთი კონცენტრირება ხდება სულიერი ცხოვრებისა, რაც სამრევლო ცხოვრებაში ვერ მიიღწევა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი თვისება, იმიტომ რომ ქრისტე ეგეთია და იმიტომ ქრისტე ეგეთია მორჩილ ვიდრე სიკვდილამდე და ჯვარზე სიკვდილამდე. ასეთია და ნაყოფისაგან ხე საცნაურ არს ნიშნავს იმას, რომ ჩემში თუ ქრისტეს დარი თვისებები არ მრავლდება ნელ-ნელა, ხო? მაშინ გამოდის, რომ ჩემი რელიგიური ცხოვრება არ შეკრებს ქრისტესთან, არამედ განაბნევს. და ასე დროს ჩვენი სიტყვაც ისეთი ხდება. ჯერ ღმერთთან კომუნიკაცია ვერ მაქვს და რაღაც ხიბლის მდგომარეობაში ვარ და ადამიანთან ურთიერთობაშიც და ამიტომ ძალიან მძიმე სიტყვებს ამბობს უფალი, აი ძალიან მძიმე სიტყვებს. ნაშობნო იქედნეთანო. ნახეთ, რამდენ მეძავთან უსაუბრია, რამდენ ესე იგი მეზვერესთან, ანუ სამშობლოს მოღალატესთან, ოკუპანტთან, იქ რო ჯარისკაცები რო არიან და ვიღასთან არავისთვის უფალს გველის ნაშობი არ უწოდებია გარდა ფარისევლების. ესეც ხო ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ თითქოს აი ბოროტების რაღაც იერარქია თუ წარმოვიდგენ, ყველაზე დიდი ბოროტებაში არიან რელიგიური ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ვერ ცნობენ. ნაშობნო იქედნეთან. კატასტროფული სიტყვებია. და მე ეუბნება ვითარ ხელგეწიფების კეთილისა სიტყვათ, როგორ უნდა თქვა სიკეთე, რამე თუ თქვენ უკეთურები ხართ.
ესეც საშინელებაა. უკეთური ესე ვისთვის უთქვია უკეთური. უკეთური შეიძლება ადამიანს ბოროტება ქონდეს გულში, მაგრამ თავად ბოროტი იყოს, თავად უკეთური იყოს, ძალიან მძიმე დიაგნოზია და უფალი ამბობს ამას ესე აი სწორედ ამ ადამიანებს. და მე ბოლოს კიდევ ერთი ნაყოფი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავი დავინახოთ, სიტყვა, როცა ამბობს და არამედ თუ ნამეტნავისგან გულისა პირი იტყვის. ანუ შენ სიტყვას დააკვირდი, არა მარტო იმას, რას ამბობ, არამედ რა ინტონაციით გამოდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს. სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სიტყვა ჩვენი შინაგანი სამყაროს ლუსტრაციას ახდენს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი, ეს მამხილებელი ტონი წმინდა წერილის გახსოვთ, სულ გეუბნებით, წმინდა წერილის არც ერთი მუხლი არ არსებობს. რომ ესე იგი ჩვენი დაცემული ბუნების დისკომფორტში შეყვანას არ ცდილობდეს, კომფორტის ზონიდან გამოყავს. თვით ისეთი დიდებული სიტყვებიც კი, მალე მოდი უფალო, რომ თავდება წმინდა წერილი, ხო? ეს სიტყვებიც კი კომფორტის მომცემი არ არის, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც მიჯაჭულია, მიწიერ რაღაც მიზნებს, მალე მოდი უფალო, ცოტახანი მაცალე, უფალო გული გეტყვის. ყველაფერს კომფორტის ზონიდან გამოვყავართ. აი დღევანდელი წმინდა წერილიც. დღევანდელი სიტყვები წმინდა წერილისა, მათესახარების და რომელთა მიმართ ეპისტოლე გვაჩვენებს, რომ აი გვაზანზარებს წმინდა წერილი. გვაზანზარებს. ოღონდ მას უნდა გაგება, მას უნდა დანახვა, მას უნდა ჩაღმავება, მას უნდა გათავისება. ამიტომაც ბევრი ვიკითხოთ, ჩაუღმავდეთ, ბევრში გულისხმობ არაიმდენად რაოდენობას, არამედ ხარისხობრივ მაჩვენებელს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ჩვენი სული უნდა გამოიძერწოს წმინდა წერილით. შეგვეციოს უფალი ამენ, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.